გამოსავალი უნდა ყოფილიყო ის რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანებულიყვნენ, ანუ არ გულისხმობ იმას, რომ ერთ პარტიას ჩამოყალიბებულიყვნენ, ანუ კოორდინირებულად უნდა მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, დავინახეთ, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, ამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებიც გაყოფილები არიან, რაღაც 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით და რაც არ უნდა ვაპროტესტოთ ზოგადად საქართველოს მოქალაქეებმა, ხო და რამდენი ხანიც არ უნდა ვიდგეთ ქუჩაში საბოლოო ჯამში სწორედ პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა უზრუნველყონოს, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება და შეიცვალოს სწორედ ის მართვის სტილი, რომელიც არის ქვეყანაში, ხო პლუს ამას მუშაობა არის აუცილებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ წნეხი გამკაცრდეს საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლოს რა წერილიც მიწერა ბატონმა ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს არის ალბათ ცდელობა იმისა, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რამენაირად საქართველოსკენ იქნეს მომართული. სამწუხაროდ არ ჩანს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან, რომ რაიმეს მუშაობენ აქტიურად საერთაშორისო საზოგადოების მისამართით. თუ კი არ მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და შესაბამისად საზოგადოებრივი პროტესტის მიმართვა ერთსულოვნად, ერთი მიმართულებით იქითკენ რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არანაირი გამოსავალი და არანაირი შედეგები საუბარი ზედმეტი იქნება. ხო, მე ვფიქრობ, რომ იციან, ანუ თუ არ იციან, ესეც ერთი დანაშაული არის, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში, თუ ეს არ იცი და თუ იციან და მაინც იგივეს აკეთებენ, რასაც აკეთებენ, ეს კიდე მეორე დანაშაული არის საკუთარი ხალხის მისამართით. სამწუხაროდ მათი ეს ქმედებები, მათი ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტ უნდობლობას და ბევრ კითხვის ნიშანსაც აჩენს, რა თქმა უნდა, ამ მომრჩეველში და ნუ არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღესაც ადამიანები დაიღალონ ამ ოპოზიციური პარტიების კინკლაობის შემხედვარე და აბსოლუტურად ყველამ უარი თქვას ამ პროტესტზე და ქვეყანა შედგეს დიდი ხნით, ასე ვთქვათ, დიქტატორულ რეჟიმში.